გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და ვუტო საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. რუსეთის მასირებული თავდასხმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე პარალელურად კი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის სამინისტროში თითქმის ყველა პასუხისმგებელ პირს ცვლის. 18 წელი აგვისტოს ომის შემდეგ დღეს ჩვენს რუბრიკაში ნახავთ როგორ ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ იხსენებენ შეერთებულ შტატებში. ამ და სხვა თემებზე დღევანდელ გამოშვებაში ვისაუბრებთ. უკრაინაში რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე იერის 17 ადამიანია მსხვერპლა, 44 დაშავებულია. საოკუპაციო ძალის სამიზნე რკინიგზის სადგურები, პოსტის გადამანაწილებელი ცენტრი, სამოქალაქო საწარმოები გახდნენ. განადგურებულია უკრაინული ონლაინ პლატფორმა როზეტკის საწყობი, ასევე განადგურებულია ქვეყნის კერამიკული ფილების უმსხვილესი ქარხანა, ასევე ექსპრეს გადაზიდვების დამახარისხებელი ცენტრი. რუსული დაბომბვის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა სრულად გაანადგურა ავტომობილების ზეთით მომმარაგებელი კომპანიის ცენტრალური საოკუპაციო ძალამ 4 ხომალდსაწინააღმდეგო, 24 ბალისტიკური რაკეტა, ასევე 115 უპილოტო საფრენი მოწყობილობა გამოიყენა. უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო ძალებისთვის ისევ პრობლემური რჩება ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. ღამის იერიშის შედეგად 98 სამიზნის ჩამოგდება გახდა შესაძლებელი, თუმცა მათ შორის ბალისტიკური არც ერთია. აფეთქების ხმა ისმოდა რუსეთშიც. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები მიაყენეს რუსეთის არმიის მართვის პუნქტებს, დრონების მართვის ცენტრებს, სამხედრო გადასასვლელებს დონეცკის ოლქში და სამხედრო სამარაგოს საწყობს ოკუპირებულ ყირიმში. ამავე დროს დრონების თავდასხმის შედეგად ტულის ოლქში ცეცხლი გაუჩნდა ვალდბერეზის ერთ-ერთ უმსხვილეს ლოჯისტიკურ ცენტრს, რომელიც ცენტრალურ რუსეთს ემსახურებოდა. ინციდენტის ფონზე რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ საგამოძიებო უწყებები ვალდბერეზში შესაძლო მასშტაბურ მიტაცებებს იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით საქონლის ნაწილი შესაძლოა დრონებით გამოწვეული ზარალის სახელით ჩამოეწერათ. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ხოლო რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია. ფრონტზე დანაკარგებისა და რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის ფონზე ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური საკადრო ცვლილებები გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით სამინისტროს ყველა ზურგის სამსახური ერთიან მართვაში მოექცევა, რომელსაც დაჯგუფება ცენტრის ყოფილი მეთაური ვალერი სოლოჩუკი უხელმძღვანელებს. თავად დაჯგუფება ცენტრის სარდლობამ ანდრეი ივანოვს აღმოსავლეთის დაჯგუფების ყოფილ მეთაურს გადასცეს, ხოლო აღმოსავლეთს პეტრ ბოლგაევი უხელმძღვანელებს. ამასთან შეიცვლება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შექმნილ უპილოტო სისტემების ჯარების ხელმძღვანელი. პუტინის თქმით, ეს ცვლილებები თავდაცვის სამინისტრო სტრუქტურის სრულყოფას და ეგრეთ წოდებულ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებას ემსახურება. ახლა კი ვაგრძელებთ რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკებს. რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე 2 დღით ადრე. კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ქართული სამშვიდობო პოსტები იბომბებოდა, იზრდებოდა პროვოკაციები, დაიჭრა ქართველი სამშვიდობო 5 აგვისტოს მოვლენების გახსენება. 2008 წლის 5 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სარაბუკის სიმაღლეებზე ქართული სამშვიდობო საგუშაგო დაიბომბა, დაიჭრა 2 ქართველი სამშვიდობო. ეს პატარ-პატარა დეტალები, რომელიც მაშინ ესე იზოლირებულად გეჩვენება, იზოლირებული ეფექტის მქონე, აი იგივე შესაძლოა ჩვენი მშვიდობის ყოფილების დაჭრა, ხო? ეხლა ეს დღევანდელი შეფასებით და მათ შორის თვითონ რუსებმა რა კაზუს ბელეთს დადეს, ხო, რომ აი მშვიდობის ყოფილებს ეს ну, ახლა ამაზე აქცენტირება მაშინ საერთოდ არ მოხდა და საერთოდ არ ყოფილა ამ პედალირება. ბევრი დეტალია ასეთი, რომელიც ახლა თვალსაჩინოა, რაღაცა გეიმინგის კუთხით რო შეხედო, რომ პირდაპირ ინდიკატორებია რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. როტაციიდან შეიცვალა მშვიდობის ყოფილების მანდატის მქონე ნაწილები ჩანაცვლდა საბრძოლო ნაწილებით, საბრძოლო პერსონალით. ცხინვალსა და სეპარატისტთა კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთიდან მოხალისეებისა და კაზაკების ჯგუფების შესვლა დაიწყო. მათ შორის დუმის წევრ ვიქტორ ვოლოდაცკის ხელმძღვანელობით. აფხაზეთის სეპარატისტულმა ლიდერებმა დილიდანვე დაიწყეს საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, რათა ქართული ძალების გადასროლა ყოფილიყო საჭირო.
ცხოვრება საოკუპაციო ხაზში რუსეთთან ბოლო ომიდან 18 წლის შემდეგ. ვუთ საქართველოს გადამღები ჯგუფი იმ სოფლებში ჩავიდა, სადაც ომის დასრულება არ იგრძნობა. ყოველდღიურად რუსების ზეწოლას განიცდიან და ხშირად მათი მსხვერპლიც ხდებიან. კირბალსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვა სოფლებში ოკუპაციის შედეგები ყოველდღიურ რეალობად რჩება. ადგილობრივები მუდმივ საფრთხეზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებზე, გატაცებებსა და ყოფით პრობლემებზე საუბრობენ. სამწუხაროდ მსხვერპლის გარეშეც არ ჩაუვლია მათ ყოფას. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების გასვლის მიუხედავად პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის მოლოდინი ისევ უპასუხოდ რჩება. დეტალები ნინო ვარძელაშვილის სიუჟეტში საოკუპაციო ხაზიდან. ლოვისა შეძალას ვენაცვალე რა. შენი ჩამჭედი რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიტყვები მის მშობლიურ სოფელში ყველა მიცის. წარწერა და ფოტო სოფლის ცენტრში დღემდე საპატიო ადგილს იკავებს. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. ბოდიში ოკუპანტებს ეს ინიციატივა ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თამაზ გინტურის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოაცხადა. გივი გინტური დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, რომელიც ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდას აპირებს, მისი ძმის მკვლელობას არ გამოიციებს. ის სოფლის განაპირას მთელი დღე ხეხილის ბაღში მუშაობს. ძმის მკვლელობის შემდეგ კი მის ბაღებსაც ისუვლის. მანამ ეს თავრობა იქნება, მაგ ამბავს არავინ არ გამოიძიებს. ჩვენ რო თავრობა ყოლიყო ნორმალური და წესიერი, უნდა გამოეძიებიდნენ. აბა ქართველმა მოკლას რუსი, მაშინვე დასწვამენ და გაატყავებენ და იპოვიან. და სამოიღებენ მიწიდან და იმას გამოიძიებენ საქმეს. არ აწყობთ ახლა. თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ სოფელში გადაადგილება გამკაცრდა. ეკლესიას რუსმა ოკუპანტებმა მავთუხლართები შემოავლეს. მოსახლეობას პოლიციისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე არ შეუძლია საკუთარი ოჯახის წევრების, საფლავების მონახულებაც. სოფელში შესვლას აკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც კირბალში შესვლის უფლება არც ჩვენ მოგვცა. ადგილზე მხოლოდ 15 წუთი გავატარეთ. სალოცავში იყო არტულიკაცი და ეს როლეს თქვია და მოკლეს, აბა რა ვიცი, რა ვთქვა. იმის შემდეგ ანუ გამოძიებაზე ვინ მოკლა, იცით? ვიცი, აბა თქვენ კარგად იცით, რომ არც გამოძიება ჩატარებულა და არაფერი. ახირო და კონხომი ხან წეში შევა, ხან გადავა იქით და ხან გადამოვა და ან გამოსაყვანათო შედიხარ ან იმაზე. მაშინ მიყავთ. საფრთხეს აბა ენდა ბიჭი რომ მოკლეს, ენდა მანდარი მის სურათი. არ გვიშვებს, სალოცავში არ გვიშვებენ. თამაზ გინტური 2008 წლის ომის მონაწილეც იყო. ომში სოფლიდან 15 ახალგაზრდა იბრძოდა. მათგან 2 კაპრალი, ზაზა დოთიაშვილი და ვიტალი თაყაძე ომის დროს მოკლეს. სოფელ კირბალში თითქმის ყველა ოჯახში ჰყავთ ახლობელი, რომელიც ოკუპანტების მიერ უკანონოდ იყო დაკავებული. აქ სულ 200-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქედან 105 ადამიანი სხვადასხვა დროს გატაცებული იყო ოკუპანტების მიერ. რის ბოდიში რომ მოხდა რახან წაგვართვით მეთქი მაძღლობელები ვართ. რისაი და ტერიტორიაი წყალი წაგვართვეს. ამხელა ტყეები და ისინი წაგვართვეს. საძოვრები წაგვართვეს, ისინი წაგვართვეს. და წყაროს წყლები იყო ხოლმე, გამოდიოდა. ეხლა დღეში არის 9 საათი. დასალევი წყალი იმით ყაჩავებენ. სანამ ოკუპანტები შემოვიდოდნენ იქამდე კი, კარგად იყო, კი. იმ წყლის ადგილზე გზა გაიყვანეს და გადადიან და გადმოწიან. რუსები? კი. ოსებს. აქედან ვხედავთ ხოლმე. ოსებს ვისცეს. წაგვართვეს წყალი არა, წყალი მაინც დასალევი წყალი მაინც გაგუკეთე რომ მოვიდეს დასალევი წყალი მაინც. ოკუპაციასთან ერთად სოფელს უწყლობაც აწუხებს. აქ ონკანებში სასმელი წყალი მხოლოდ დილის 8-დან 9 საათამდე მოდის. 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტებმა წყაროს, საიდანაც მოსახლეობა წყალს იღებდა, გზა გადააგეს. ახლა ამ გზით ოსი და რუსი სამხედროები სარგებლობენ. დილის 8 საათიდან არის 9 საათამდე. დანარჩენი დადუმებულია. აბა? ერთი საათი არა გვაქვს წყალი. ჩვენ ავდიოდით ხოლმე შესასვლელით. ეხლა აღარ შეიძლება. ან ეხა იქით რომ გადავიდეთ, შეიძლება დაგვაკავონ. შეიძლება დაგვაკავონ. აქ დადიან ხოლმე უკვე რუსები? აი აქ ბაღი იყო, ხედავ აღარულის პატრონი. აი ნახე როგორი მიტოვებულია. აი ესა ვიღაცის ბაღი იყო. ძალიან კარგი ვაშლებიც ჰქონდა და ყველაფერი. მაგრამ რა კი ეგეთი რაღაცებია, ხო ხედავთ, მიუტოვებიათ. ფაქტობრივად საოკუპაციო ღობე გამოდის ახლა ეს. ხო, შიშით. შიშით ხო? შიშით ხო. კირბალის მსგავსად ხშირია მოსახლეობის გატაცება მეზობელი სოფლებიდანაც. მეჯვრისხევის მოსახლეობა მიცის, რომ ტყეში გადასვლა შესაძლოა ცხინვალის იზოლატორში პატიმრობით დასრულდეს.
აქედან არ იყო, რა ვიცი, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ წაყვანილები, ერთი კვირა მერე გამოუშვეს. ჩვენ ხალხს ჯარიმებს მოხედავ რეებს აკეთებენ გზადაგზა. ჯარიმას ვინერიდება? ასე თუ ისე მოაგროვებენ გადაიხდიან. ჯარიმა ეგ არ არის ისეთი რაღაც, რომ ქართველი კაცი მოერიდოს. აფარისიერის რასერიდებიან, რას უფრთხიან? სირცხვილს. მორალურად. რომ იყო მართალი. რუსებმა და ოკუპანტებმა დაგიჭირა. აი რუსებმა და ოკუპანტებმა ჩემ ქვეყანაში სადაც დავიბადე, რა თქმა დამიჭიროს. ომიდან 18 წლის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ყოველდღიურად ისევ გრძელდება. რუსეთი ისევ კლავს და იტაცებს ქართველ ხალხს და მიწებს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულები დღემდე გათავისუფლებას ელოდებიან. ომიდან 18 წლის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომს ვაშინგტონში იხსენებენ. მაშინ როცა რუსული ჯარი თბილისის აღებასთან ახლოს იყო, შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ჩართულობამ რუსეთს უკან დახევა აიძულა, ამბობს პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი იან ბზეჟინსკი, რომელთანაც Independence Avenue მედია მისაუბრა. ნატოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან დაგლას ლუთთან ერთად ის აფასებს დასავლეთის პასუხს რუსეთის აგრესიაზე. შეეძლო თუ არა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას 2008 წელს მეტის გაკეთება და იყო თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ომი, უკრაინაში რუსეთის შემდგომი აგრესიის შესახებ გაფრთხილება. ვაშინგტონიდან Independence Avenue მედიას თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი რედაქტორი ქართლოს შარაშენიძე გვერდდება. საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთის ომი ვლადიმირ პუტინის გაცხადებული გეგმის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც რუსეთს საბჭოთა იმპერიის აღდგენა და მეზობელი ქვეყნების დამორჩილება. 18 წლის შემდეგ ასე აფასებს აგვისტოს ომს დაგლას ლუტი. ლუტი 2008 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის თანაშემწე და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო. ის მიიჩნევს, რომ დასავლეთს რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მეტი შეეძლო გაეკეთებინა და ეს აუცილებელიც იყო. 2008 invasion by Russia of Georgia. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამდე და საქართველოს ორი რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიტაცებამდე, რომლებიც რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს. ყურადღება უნდა მიგვექცია იმაზე, რაც ვლადიმირ პუტინმა 2007 წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მან იქ საკუთარი სამოქმედო გეგმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა. პუტინის ალბათ ყველაზე ხშირად ციტირებული ფრაზა ისაა, რომ მისი ხედვით საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი კატასტროფა იყო. ამრიგად გზავნილი ჯერ კიდევ 2007 წელს იყო ნათელი. 2008 წელს მან ეს საქართველოში საქმით აჩვენა. ვიტყოდი, რომ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიითა და დონბასის დესტაბილიზაციით მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რა იყო მისი სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა არსებითად გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად დაიცვას ის სივრცე, რომელსაც თავად ახლო საზღვარგარეთად მიიჩნევს. შეძლების დაგვარად აღადგინოს იქ ტრადიციული რუსულ საბჭოთა იმპერია და დაიმორჩილოს მეზობელი სახელმწიფოები. ეს ყველაფერი 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე სერიოზულად აშკარა გახდა. თუმცა ამ გეგმის ნიშნები მანამდეც დიდი ხნის განმავლობაში ჩანდა. როდესაც წარსულის მოვლენებს უყურებთ, ყველაფერი გაცილებით მკაფიო და აშკარა ჩანს. 2007 და 2008 წლებში შესაძლოა ეს ამდენად თვალსაჩინო არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ 2008 წელს მეტის გაკეთება შეიძლებოდა და საჭირო იყო მეტი გაკეთებულიყო. პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი იან ბზეჟინსკი ფიქრობს, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დასავლეთის პასუხმა ვლადიმირ პუტინს მისცა მეტი გამბედაობა იმისთვის, რომ მომდევნო წლებში უკვე უკრაინის წინააღმდეგ ემოქმედა. იან ბზეჟინსკი იხსენებს, რომ მაშინ როცა რუსეთის ჯარები თბილისის აღებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ, სწორედ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის ჩარევამ მოსკოვს ამ განზრახვიდან ხელი ააღებინა. 2008 წელი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მკაფიო გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, ან იყო კიდეც. ეს უნდა დაგვენახა და შესაბამისი ნაბიჯები გადაგვედგა. ამის ნაცვლად მას შემდეგ რაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილის დატოვება აიძულეს, ჩვენ ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით დაუყოვნებლივ დაუბრუნდით რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობას. ამან პუტინს მეტი გამბედაობა შემატა. როგორც დღეს აშკარად ხედავთ, მას არ აუღია ხელი ამბიციაზე საქართველოს თავის გავლენას დაუქვემდებაროს. ამან აშკარად გაუმყარა რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგად შეეძლო ემოქმედა ტრანსატლანტიკური საზოგადოების გადამწყვეტი პასუხის გარეშე. სწორედ ასეთი შედეგები მოჰყვა იმას, რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოხდა. პრეზიდენტ ბუშის მიმართ სამართლიანები რომ ვიყოთ, ჩემი აზრით ამ კონფლიქტში, სწორედ მისმა ჩარევამ აიძულა რუსები უკან დაეხიათ. მათ საქართველოს მთელი ტერიტორია არ დაუტოვებიათ, მაგრამ მისი უმეტესი ნაწილიდან გავიდნენ. ისინი დედაქალაქის თბილისის
იარაღებასთან ახლოს იყვნენ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რისი გაკეთება შეიძლებოდა დამატებით. შეგვეძლო საქართველოში სამხედრო ძალების შეგვიყვანა და ამით ადგილზე სამხედრო ყოფნის დემონსტრირება მოგვეხდინა. ასევე უნდა გაგვემკაცრებინა და აუცილებლად შეგვენარჩუნებინა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. მანამდე სანამ რუსეთის სწორგადაწყვეტილებას არ მიიღებდა და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან არ გავიდოდა. მას შემდეგ რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვაშინგტონში და ზოგადად დასავლეთში ხშირად მოისმენ შეფასებებს იმის შესახებ, რომ 21 საუკუნეში კრემლმა საკუთარი გეგმის შესრულება საქართველოს წინააღმდეგ ომით დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ კრემლს დღესაც არ უთქვამს უარი საკუთარ ამბიციაზე საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ დატოვოს. ვახო სანაია თავისუფალია ჟურნალისტმა 14 დღიანი პატიმრობის შემდეგ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. სანაიას პატიმრობა მოსამართლეს ზვიაცეკოვამ Facebook-ში გამოქვეყნებული სტატუსის გამო მიუსაჯა. პოსტში სანაია სოციალური ქსელის მომხმარებელს მოუწოდებდა არ მოეხსენებინა ჩალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძეს შეურაცხყოფელი სიტყვებით. იქამდე კი ის ქართული ოცნების სწორედ ამ წარმომადგენლების შეურაცხყოფელი სიტყვით მოხსენიების გამო სხვა მოსამართლემ 6000 ლარით დააჯარიმა. ჩვენი ბრძოლა არ წყდება და არ შეწყდება არასდროს ვიდრე ჩვენ არ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება აუცილებლად მოვა ჩემთვის ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვლენილია და ეს გამარჯვებული ანუ ქართველი ხალხი საბოლოოდ მიიყვანს გააფორმებს ამას შესაძლოა დროის საკითხია მაგრამ ივანიშვილი ამ ბრძოლაში დამარცხდება. პოლონეთში დეკომუნიზაცია გრძელდება. საბჭოთა მემორიალები, რაც რუსულ რბილძალად აღიქმება, დემონტაჟს ექვემდებარება. რუსეთმა პოლონეთში საბჭოთა პერიოდის მონუმენტის დაშლა გააკრიტიკა. ისინი გადაწყვეტილებას მკრეხელურს და ორ ქვეყანას შორის მემორიალების დაცვის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას უწოდებენ. ძეგლი ქალაქ პიჟიცეში გასულ კვირას დაანგრიეს. პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის განცხადებით ის საბჭოთა პროპაგანდის სიმბოლო იყო და მისი დემონტაჟი საჯარო სივრცეების დეკომუნიზაციის შესახებ მოქმედი კანონის ფარგლებში განხორციელდა. მონუმენტი, რომელმაც საბოლოო სახე 1984 წელს მიიღო, წითელი არმიისადმი იყო მიძღვნილი. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მის ადგილას პოლონეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ახალი მემორიალი აშენდება. პოლონეთში საბჭოთა ეპოქის ძეგლების დემონტაჟი განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე გააქტიურდა. პრინცესა ჯარში მიდის. დანის სამეფო ოჯახის წევრი იზაბელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იწყებს. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც კოპენჰაგენმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონი შეცვალა. პრინცესა ერთ-ერთია იმ 1600 ახალ წეულს შორის, რომლებმაც სამსახური განახლებული გაწვევის წესების ფარგლებში დაიწყეს. დანიაში სამხედრო აღრიცხვაზე რეგისტრაცია 18 წელს გადაცილებული ქალებისთვისაც სავალდებულო გახდა, ხოლო საბაზისო სამხედრო მომზადების ვადა 4 თვიდან 11 თვემდე გაიზარდა. დანიის სამეფო კარის ინფორმაციით 19 წლის პრინცესა უარს ამბობს სამხედრო სამსახურისთვის გათვალისწინებულ ანაზღაურებასა და ფინანსურ შეღავათებზე. მან სამსახური იმავე გვარდიის ჰუსართა პოლკში დაიწყო, სადაც ადრე ტახტის მემკვიდრე მისი უფროსი ძმა პრინცი ქრისტიანიც მსახურობდა. დღეისთვის სულ ეს იყო. გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის არხები, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე ვეტე საქართველოს ნიუსი. გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.